ამი მერტმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ გავძლიერდეთ როცა ვამბობ გულისხმობ იმას რომ გავძლიერდეთ სათნოებებში ქრისტეს საფრთხისმეტყველო და სათნოებებში სარწმუნოებასა სასოება იმედსა და სიყვარულში ეს სათნოებები ჩვენთვის არის სამაგალითო მწვერვალი რომელისკენაც უნდა მივისწრაფოთ ვეცადოთ რომ მუდამ სინთეზირება მუდამ გამხდიანება გავაკეთოთ ჩვენი უნიკალური ამ გამოცდილებისა მიწიერი ცხოვრების რომელშიც ვიმყოფებით. მხოლოდ დანაწევრებული ცნობიერება, დანაწევრებული აღქმა ჩვენი ცხოვრების მოვლენებისა იწვევს დეპრესიას, იწვევს აი ზუსტად სარწმუნოებაში დასუსტებას, სასოება რომ ვახსენე, ანუ იმედში დასუსტებას, როდესაც ადამიანი იმედს კარგავს და სულიერ საღდენს კარგავს და სტატუს კვოს კარგავს თავის ცხოვრების. როდესაც ადამიანი შედეგად სიყვარულსაც კარგავს, ნუ იქნება ესე, ხომ? ამიტომ გამთლიანება, სინთეზი, ანალიზი ჩვენი ცოდვებისა, რა თქმა უნდა, ანალიზი ჩვენი იმ ცხოვრების შედეგებისა და მიზეზებისა, რომლებშიც ჩვენ გვიწევს, რომლის მიმდევრობაში ჩვენ გვიწევს ყოფა. მით უმეტეს ამ დღევანდელი ცხოვრების პირობებში, როდესაც ადამიანთა სული, გული, მთელი ადამიანი არენა არის ბრძოლის ველისა, ხილული და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უხილავი. ჩვენი გონება და გული გამოვყოთ, როგორც საბრძოლო ველი უხილავი ძალებისა, სადაც ჩვენ დღეს ერთხელ და საბოლოოდ მტკიცედ და გარკვევით უნდა ვთქვათ და გამოვხატოთ ერთგულება სარწმუნოებისადმი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმართ. ქრისტესადმი ერთგულება და შედეგად გულისხმობს აი მართლმადიდებელი სარწმუნოების ცოდნასა და პრაქტიცირებას. და ამ გამოხატვით აზრით, სიტყვით თუ საქმით ამ ერთგულებისა ჩვენი ცხოვრების მისიისადმი და ამოცანისადმი ერთგულებასა და სიღრმისეულ ჭვრეტას გამოვხატავთ. რა თქმა უნდა ეს სასოებას ვახსენებთ რა, მეორე საფრთხისმეტყველო სათნოებას, ანუ იმედს, იმიტომ რომ გამხდობილი იმედი ეს სათნოება არის გამხდობილი იმედი სასოება არის. შეიძლება ითქვას ის მეტაფიზიკური იმედი, რომელიც ჩვეულებრივ ტრივიალურ იმედზე მაღლა დგას და გვამთლიანებს და გვაძლიერებს ეს იმედი. ეს იმედი ის იმედია, რომელიც არ არის უბრალო იმედი. იგი საოცარი სტიმულატორია, საოცარი საწვავი ძალაა, ხიშად რო ვთქვათ, და სტიმულაციას გვაძლევს იმისა, რომ ჩვენ უკეთესნი გავხდეთ ვიდრე ვართ. და რა თქმა უნდა, მესამე და მწვერვალი საფრთხისმეტყველო სათნოება ეს არის სიყვარული, რომელშიც გაძლიერებას თავისთავად ყველას უსურვებ და ეს სიყვარული არის ის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი სულიერი მე შევიმეცნოთ, ჩვენი სულიერი მისია შევიმეცნოთ, ჩვენი ის უხილავი მხარე, ჩვენი ცხოვრების უხილავი ასპექტი, ის ჩვენი დავალება, რომელიც ღმერთს ჩაუფიქრია ჩვენზე, რომელიც ჩვენ უნდა ვიყოთ, ის რომელიც ჩვენ უნდა რომ ღმერთს ვიყოთ, აი იმ იდეალისაკენ მისწრაფება, იმ სიყვარულისაკენ მიგვითითებს, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის გამოხატა და გამოგვიხსნა და ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის აღასრულა. მან ყოველივე აღასრულა და ჩვენც ამ სიყვარულში სამაგალითო ვიყოთ. და ეს სიყვარული ზუსტად არის ის, რომელიც გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ რაც შეიძლება მცირე დისტანცია იყოს ჩვენს დღევანდელ ყოფასა, რაც ვართ de facto და იმასა, რაც უნდა ვიყოთ იდეალს შორის. რაც შეიძლება მცირე დისტანცია იყოს, ანუ რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეთ სარწმუნოებით, სასწრებით და სიყვარულით იმ იდეალს, იმ ღვთაებრივ ჩანაფიქრს, იმ ჩანაფიქრისადმი რელევანტური იყოს ჩვენი ცხოვრება. რაც უფრო დიდია დისტანცია სამწუხაროდ და დაშორებული ვართ იმ ღვთაებრივ ხატების ჩანაფიქრს ჩვენზე უფლისა, მით უფრო ბევრია ბრძოლა, მით უფრო ბევრია, ასე ვთქვათ, დანაწევრებითი ძალების მოქმედება და ხახუნი ამასოფელთან ეგოიზმი, სულიერი სისუსტე, სასოწარკვეთილება, ცოდვები თქვენი ძით რომ იყოფა სამად, ცოდვები ღვთის წინააღმდეგ, ცოდვები მოყვასის წინააღმდეგ, სოციუმი ჩვენ შემთხვევაში წინააღმდეგ და ცოდვები საკუთარი თავის წინააღმდეგ. და ეს დისტანცია რაც უფრო დიდია, ამ სამივე სიბრტყეში ვლინდება დანაწევრება და გაუცხოება ადამიანისა მადლისადმი. ასე რომ არ მოხდეს, ამისათვის მართლმადიდებელი სარწმუნოების დოქტრინაში ყველა კითხვაზე, მართლად დასმულ კითხვაზე, კეთილი და მართალი პასუხი არსებობს. თუ კი მას სწორად და მართლად დავსვამთ,
და თავისუფალი ჩვენი ნების სწორი არჩევანით მოვინდომებთ და ჩვენი იმ უნარჩვევების, რომელიც ღმერთმა ხატად მოგცა, მართალი რეალიზაციით აღვასრულებთ და გადავაქცევთ იმას, რაც ღმერთმა მოგცა, იმ რეალურ ხორცს შევასხავთ, იმ სათნოებებად, რომლებიც მე ვახსენე. მერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ სარწმუნოებას და სასწაულებასა იმედსა და სიყვარულში და მუდამ ჩვენსა და იმ ყველა ადამიანის შორის ყოფილიყოს დიდება ღვთისა, მაღალთა შინა მყოფსა ღმერთისა, ქვეყანასა და მშვიდობა და ჩვენ შორის და კაცთა შორის სათნოება. ქრისტე არის ჩვენ შორის. კარგად იყოს. ამინ.